საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია. რამდენიმე წუთის წინ გაიმართა ბრიფინგი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში და დეტალებს ნინი ჩუბინიძე გაგვაცნობს. 2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში 3.914.000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან მოსახლეობის 53%-ს ქალი, 47%-ს კი მამაკაცი შეადგენს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა მონაცემები სოფლის ტიპისა და ქალაქის ტიპის დასახლებებში, საიდანაც ირკვევა, რომ 62% მოსახლეობის ცხოვრობს ქალაქის ტიპის დასახლებაში, 38% კი სოფლის ტიპის დასახლებებში. ასევე განაწილება გამოაქვეყნა მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით ბუნებრივია ყველაზე მეტი მოსახლე ცხოვრობს დედაქალაქში თბილისში და ის 1.300.000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტების მიხედვით კი მეორე ადგილზე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რაც გამოწვეულია ქალაქ ბათუმის მაღალი დასახლებით. ასევე ყველაზე დაბალი მოსახლეობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი მუნიციპალიტეტების მიხედვით რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. იმერეთის რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 2014 წელთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 28.400 კაცით, ეს გახლავთ 5.3%. ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 14.400 კაცით, ანუ დაახლოებით 3.4%-ით. მესამე რეგიონი მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით გახლავთ აჭარა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია დაახლოებით 67.100 კაცით, ანუ 20%-ით დაახლოებით. შემდეგ მოდის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა წინა აღწერასთან შედარებით არის დაახლოებით 22.000 კაცით შემცირებული. შიდა ქართლი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა თითქმის 13%-ით არის შემცირებული. გურიის რეგიონი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 100.000 ცოტა გადააჭარბა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სადაც ზრდა დაფიქსირდა მოსახლეობის რიცხოვნობის. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. გასულ წელს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბერ-დეკემბერში ორ ეტაპად აწარმოა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. საბოლოო მონაცემები კი მომდევნო წელს 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება. პირდაპირ ეთერში ნინი ჩუბინიძე საუბრობდა.